მე როგორც მახსოვს. Აი, ჯანმრთელობის პრობლემას ვერ გამოვრიცხავთ, თუ სხვადასხვა მნიშვნელობით შევხედავთ აქ ჯანმრთელობის პრობლემას, მაგრამ თავარი არის ის, რომ მოულოდნელი არავისთვის არ ყოფილა ალბათ დღევანდელი განცხადება, ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვაკეთებდით ამაზე წინასწარ პროგნოზებს, რომ ყველაფერი ის რაც წინ უსწრებდა ამ განცხადების გაკეთებას, მეტყველებდა იმაზე, რომ ძალიან მალე მოვისმენთ ჩვენ გალობლიშვილის ამ განცხადებას. უბრალოდ საკითხი იყო ალბათ უფრო ხელისუფლებისთვის საკითხი იდგა იმგვარად, როგორი სცენარით მოხდებოდა მისი წასვლა და ეს საავადმყოფოების სვლა იყო ერთგვარად იმ ფონის შექმნა, რომლის ფონზეც მე დღეს განცხადება გაკეთა. ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის სრულიად არანორმალური ვითარება, რომელიც ხელისუფლებაშია, ესეთი სწრაფი ცვლა მეხუთე პრემიერ-მინისტრი ინიშნება ესეთ მოკლე დროში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან არაჯანსაღი, არამდგრადი და არასტაბილურია ვითარება. ზოგადად ქვეყანაში და ხელისუფლებაში შიგნით არის მუდმივი რყევები, მუდმივი ქაოსი, რაც ბუნებრივი აისახება გარემოზე და აისახება ზოგადად ქვეყანაზე. ის მოარული ხმები, რომელზედაც ახლა საუბრობდა ბატონი ლაშა, ეს არ იყო ხმები, ეს იყო ის ინფორმაცია, რომლის ფონზეც შემდგომ ესეთი გაგრძელება პოვა ამ ყველაფერმა. ეს არის არაჯანსაღი მდგომარეობის გამომხატველი, რომელიც ხელისუფლებაში არის და პირველი პირისგან მოდის ეს. ჩვენ და საუბრობთ უკაცრავად პრეზიდენტი მთავრობის ხდომა გამართა თვითონ და მთელი ფირფის ნახევარსაათის განმავლობაში სწორედ იმას უსვამდა ხაზს, რომ მთავრობა არის სტაბილური, რომ მთავრობას ყავს სტაჟიანი წევრები, როგორც არის ამ ტიპის მთავრობის ხდომა, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე და ხალხმა უკვე ნინო ეს არ ნიშნავს თქვენთვის სტაბილურობას? რო გითხართ კითხო, ეხლა ძალიან გაუცდებით დარწმუნებული ვარ. ესე მიეჩია ხალხი უკვე ამ ტიპის სცენარებს სააკაშვილის პირობებში, რომ დაიწყებს წინადადებას თვითონ ხალხს ნებისმიერს უკითხო და ამთავრებს თვითონ რა. მაგრამ მოდი ბატონ გიათოცხოდეს დაუსვარ შეკითხვას, პრინციპში ახალი ტრადიცია დამკვიდრდა თითქოს, ჩვენ ნახეთ, როგორ იყო მისული ოპოზიცია მთავრობის ხდომამდე პრეზიდენტთან შეხვედრაზე. რა სახებოდა ეს შეხვედრა, ბატონო? დღევანდელ შეხვედრას გულისხმობ, ბატონო, გია? თქვენთან კონსულტაცია გაიარა პრეზიდენტმა თუ რა? ეს არის კონსტიტუციის მომდევნო მუხლი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ვალდებულია შეხვდეს უმცირესობას, მათ უმცირესობას შემოვა პარტიის ლიდერებს და შეათანხმოს თავის ვარიანტი, ან თავის მოსაზრება გითხრათ. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული, ეს არ იყო. თუმცა ადრე არ ხდებოდა ხოლმე ასეთ რამე. არა, ადრე როგორ ხდებოდა, არ ვიცი, ადრე უმცირესობა არ არსებობდა პარლამენტში. წინა პარლამენტში უმცირესობა ვერ შეგროვდა, ეხლა ამ პარლამენტში არის უმცირესობა და ეს არის კონსტიტუციური ნორმა, უნდა მივიდეთ და ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი 15 წუთში დამთავრდა. თქვენ მოუწონათ პრეზიდენტს არჩევანი, რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ამ შემთხვევაში? მე უწონებდი ასე ვთქვათ, რა ქვია, კანდიდატურებს, მაშინ რაღაც კანდიდატურებსაც შევთავაზებდი და დავახანებთ. მე ეს ჩვენი საქმე არ არის ხელისუფლება ვის დანიშნავს და არ დანიშნავს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ოპოზიციას არ გააჩნია დღეს და სასარგებლოს არ გააჩნია ვერკეთე იმისა, რომ ვინმე ხელისუფლებაში ან დაანიშნოს პრეზიდენტს, ან არ დაანიშნოს. ეს პრეროგატივაა და პასუხისმგებლობას მოუწია. ასე რომ მე იმიტომ არ ვიყავით მისული, რომ ხა ვიღაცის კანდიდატურა უნდა შემეთავაზებინა. კარგად ვიცოდით უკვე მოსმენელი მქონდა, რომ აპირებენ ნიკა გილაურის დანიშნოს. ასე რომ ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია მოვისმენთ და ანუ ის კონსტიტუციური ნორმა შევასრულეთ. და როგორ აფასებთ ამ ახალ პრემიერ-მინისტრს, მოდი ესე დავა. ახალ პრემიერ-მინისტრს შეკითხვა. მე მაგათაც პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი საწინააღმდეგო იმისა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი იყოს პრემიერ-მინისტრად მე არ მაქვს, დრო გამოაჩინს რას იზამს, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ მაგათაც ბენდუქიზე რომ დაენიშნა ძალიან აქტიურად გამოვიდოდი პროტესტის ნიშნად. და კიდე შეიძლება სხვა ვიღაცები განიხილებოდა ბენდუქიძის ვარიანტი. არა, ვარიანტი არ მე ვამბობ ჩემ დამოკიდებულებას კონკრეტულ მთავრობის წევრების მიმართ. მაგალითად, შეიძლება სხვა ძეც გამომეთქვა პროტესტი. ახლა ამ შემთხვევაში არანაირი საფუძველი იმისა, რომ ნიკა გილაურს მანდ-ამაინც ჩავაცილდება თქვა, რომ ეს კაცი ახლა იქნება ძალიან ცუდი პრემიერ-მინისტრი, რასაც ცოტა ხანი გამოჩნდება. მე მაინტერესებს მის საქმიანობა. თუ გაართმევს თავს, ხო, კაი, თუ არ გაართმევს პირველ დღეებშივე და პირველ კვირებში შეეთყობა. ახლა მე გეუბნებით არის კატეგორია ხალხისა ხელისუფლებაში, რომლის მიმართ მე მაქვს ძალიან მკვეთრი და რადიკალური დამოკიდებულება. ამ კაცის მიმართ ახლა ესეთი რადიკალური დამოკიდებულება არის. ბატონო, რადგან ჩვენთან პრემიერ-მინისტრის ცვლილება აღარ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და პრაქტიკულად უკვე მექანიკური საკითხი დაერქვა, მოდით უღარ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, გადავიდეთ ჩვენ გააცეთ თავარ თემაზე, მოდით პირველ რიგში ქალტონეკა ბესელიას დავსვამ ამ შეკითხვას. ქალტონეკა, რას ნიშნავდა აი ამ ხელა დეკლარაციის ხელმოწერა ამდენი ხალხის მიმართ, ამდენი ხალხის მიერ, უშინ იყო საკმაოდ დიდი თავყრილობა, იყო პოლიტიკური სპექტრის ძალიან დიდი წარმომადგენლობა და ასევე სამოქალაქო სექტორი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
რატომ ეხლა მაინც და მაინც ეს დეკლარაცია და რა შეცვლის საერთოდ რა საჭირო იყო ხელის მოწერა ამ ყველაფერზე? მადლობთ ნინო, მადლობა უფალს და მადლობა კავკასიასაც, რომ ასეულს პირდაპირ ეთერი, რომელიც გაძლევს საშუალებას. აი ეს თემაც კი, რომელიც თითქოს არ უნდა ყოფილიყო ამდენი ათვთა სხვადასხვაობის გამომწვევი, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციურ სპექტრში და თითქოს ბევრი საკითხი ისედაც ძალიან ცხადი იყო, მაინც გაჩნდა გუშინ ყოველ შემთხვევაში იმ ტელევიზიებმა, რომლის სცენარს ხელისუფლება წერს და თვით ტექსტსაც კი ისეთი რაღაცა კონფიგურაცია დახატეს გუშინ, რომ შეიძლება მონაწილე რა ყოფილიყავი ამ ყველაფრის მეც დამესვა ის კითხვები, რომელიც გუშინ თქვენ მიაქცევდეთ ყურადღებას არა მარტო იმას, რომ სადღაც მთავარ თემებში მესამე თუ მეორე თუ მესამე გაჭრაზე იყო ეს სიუჟეტი და სადღაც ეს ფერმების და უკაცრავად, მაგრამ რა ჯიშის ძროხა სადღაც სადაც სააკაშვილი იყო მისული, ეს თემა იყო უფრო მნიშვნელოვანი და წინა პლანზე წამოწეული და ეს თემა სადღაც ბოლოში, არა მარტო ეს იყო თავშესაცემი, ისიც რომ ხელი მოაწერეს ამ პარტიამ, არ მოაწერა ამან. და ეს იყო მთელი, აი ეს სიუჟეტის თავარი აზრი, ის რისთვისაც ეს გაკეთდა. და თუნდაც მთელი ის წარმომადგენლობა, რომელიც იყო პრაქტიკულად პოზიცია იმ საზოგადოებისთვის, რომელიც დღეს ელოდება ჩვენგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ელოდება იმის თქმას, რას ვაპირებთ ჩვენ. მოდით ძალიან მოკლედ ვიტყვი ნინო რა უძღოდა წინ აი ამ დოკუმენტის გაფორმებას, რომ ცხადი გახდეს რატომ შეიქმნა საერთოდ ეს დეკლარაცია და რატომ მოეწერა ხელი. თქვენ გახსოვთ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდგომ დადგა საკითხი პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს თავის პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ. ერთ-ერთი პირველები სექტემბრის თვეში, ვინც ეხა რიგითობა შეიძლება ზუსტად ვერ დავიცვა, ამიტომ ნუ გამინაწვენდებიან ამ განცხადების ავტორები, მაგრამ პირველთა შორის ვინც მახსენდება, რომ სექტემბერშივე გააკეთეს განცხადება სააკაშვილის გადადგომის თაობაზე, რომელიც იყო აგვისტოს ომის შედეგების პირველი პოლიტიკური განცხადება, იყვნენ ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები და ვიყავით ჩვენ. კიდევ ამბობ, ეხლა რიგითობა ამ წუთში არ აქვს მნიშვნელობა. ეს იყო ცალსახად გაკეთებული განცხადებები, რომ პასუხისმგებლობა პოლიტიკური და სამართლებრივი ეკისრებოდა მიხეილ სააკაშვილს. იმ პერიოდშივე თქვენ თუ გახსოვთ კარგად, რომ გაიყო მნიშვნელოვნად ოპოზიციურ სპექტრშიც აი ამ პოლიტიკური შეფასებების საკითხი და რამოდენიმე პარტიამ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. მაგალითად, მე მახსოვს, რომ იგივე კონსერვატორები, იგივე ხალხის პარტია, მათ ცალკე გააკეთეს ეს მემორანდუმი, უბრალოდ ჩვენ ერთად მუშაობდით ამ მემორანდუმზე, მაგრამ ჩვენ ხელი არ მოვაწერეთ, იმიტომ რომ იქ არ იყო მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა და ამიტომ ცალკე გავაკეთეთ ეს განცხადება. მათ იმ მოთხოვნებში ეწერათ, რომ ადამიანელი არჩევნები, მაგრამ მედიის განთავისუფლება, საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ამ შემდეგ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს პირველი და მთავარი მოთხოვნა არ იყო დასაწყისი აი მოთხოვნების ჩამონათვალისა. გახსოვთ თქვენ სალომე ზურაბიშვილის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, მას მიეჩნდა, რომ ეს იყო დრო, როდესაც უნდა ეფიქრა ოპოზიციას კოალიციურ მთავრობაში შესვლაზე. რაც აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა იყო მოცემული ვითარების. მათ შორის ეროვნული ფორუმის პოზიცია, რომელიც მე მაგალითად ყოველთვის ვიცოდი ზუსტად როდის რა პოზიცია ქონდა ჩვენი ამაც უფრო ახლო კომუნიკაციის გამო და ჩვენც არ იყო თქვათ კითხვის ნიშანი ისინი მოითხოვდნენ თუ არა სააკაშვილის გადადგომაზე ყოველთვის ვიცოდი რომ ეს პოზიცია ქონდათ მიუხედავად ამისა საზოგადოებას არ მოусმენია მათგან ეს განცხადება ანუ კითხვები გაჩნდა ვინ რა პოზიციაზე იდგა იმ პერიოდში ამიტომ აი ეს რაღაცა კონსულტაციების რეჟიმი თუ დუმილის პროცესი თუ შიდა სამუშაოების პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და გაჩნდა რომ რა მოაწერეთ ხელი არის ფორუმი ამ თავისუფლად რა და ეხლა აი მივალდი ხელმოწერამდე და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო რომ მან დაიწყო აქტიური კონსულტაციები ყველა პარტიასთან რომ დაიწყოს პოლიტიკური პროცესი თავარი ის კი არ იყო რომ ჩვენ ეს დოკუმენტი დაგვეტო მხოლოდ ეხლა თუ ვინმეს აქ ჭირდება იმის მტკიცება, რომ ამ დეკლარაციაზე ხელმოწერით მიხეილ სააკაშვილი ასად არ გადადგება და არ გაიქცევა, ამის ახსნა არავის არ ჭირდება და არა ვარ ჩვენ ესე გულუწყილოები, მაგრამ თუ ჩვენ ყველანი შევთანხმდით, ყოველ შემთხვევაში ყველა ის პარტია, რომელიც იქ ხელს ვაწერდით და მათ შორის
გამოდენმეც ვინც არ მოაწერა ხელი და ქონდა ჩვენი საუბრები, რომ დღეს მთავარია შევთანხმდეთ, ვითხოვთ ჩვენ ვადამდელ არჩევნებს დღეს სააკაშვილის პირობებში, თუ სააკაშვილის გადადგომას ითხოვთ და შემდგომ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. მე ძალიან ჭირვეულობდი, ნინო, გულწრფელად გეტყვით, როგორც ჩემი პარტიის